აქ მოსული მოქალაქეების ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი სადგივარი და გულწუხილი არის სწორედ სოციალური დახმარების დანიშნვის პრობლემა. როგორც არის მალხას ტაბუკაშვილი ახალსოფაში, როგორც არის ზეინაბ ტაბატაძე, ვთქვათ, ხუნევში, რომელთაც აქვთ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ესაჭიროებათ მუდმივად სამედიცინო მკურნალობა, რეაბილიტაცია, მედიკამენტები და არც ყველა სახის სამედიცინო დახმარება, ასე ვთქვათ. აი ამ შემწეობის გარეშე რჩებიან. ეს ბუნებრივად იჩენს დანასოფლელებში სხვაგვარ განცდას სახელმწიფო მიატოვა ასეთი ადამიანები, როცა გლეხს უწევს ან დამალოს ინფორმაცია დეკლარაციის შევსებისას, რომ მას აქვს რაღაცა სახის შიდა მეურნეობა, ან თქვათ არ აქვს мотиваცია იმის, რომ შიდა მეურნეობა აწარმოოს, იმიტომ რომ იქიდან მიღებული შემოსავალი არ არის საკმარისი ოჯახის არსებობისთვის და ეს ხდება ხელისშემშლელი. მე ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ არის ხელშეშლაში იმასთან, რომ ქვეყანაში ამ პროგრამით მოხდეს სიღარიბის დაძლევა. მოქალაქეები მოდიან პრეტენზიით, რომ არ აკმაყოფილებთ დღეისთვის არსებული ქულა. ჩვენ ვაწერნებთ განცხადებას გამგებლის სახელზე, რომელიც მერე შუამდგომლობასთან ერთად გიგზავნება სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ფილიალში. მეოთხედი არის მხოლოდ შემოსული განცხადებებიდან, რომელიც ექვემდებარება გადამოწევას. უმეტესი მათგანის მოთხოვნა არის დასაბუთებული, არის საფუძვლიანი, მათ ნამდვილად ეკუთვნის სოციალური დახმარება და უნდა მოხდეს ამ პროგრამაში, მაგრამ ვერ ხერხდება სამწუხაროდ ასეთი რამ. ერთი რომ უნდა იყოს პროფესიონალური კადრები, რომლებიც რეალურად შეამოწმებენ ამ ოჯახებს სამართლიანად, მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს წესი, სისტემა, რომელიც სამართლიან შეფასების კრიტერიუმებს შემოგთავაზებთ ამ ოჯახებთან დაკავშირებით. რეგაურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ნოდა რეკომენდის ბიუროს შემოსული განცხადებების უმრავლესობა, დაახლოებით 80% ეხება ფულად სოციალური დახმარების პროგრამას. თვითონ ეს სოციალური პროგრამა, რასაც გულისხმობს, რა მიზნებიც აქვს და რა პრინციპებსაც ემსახურება, უშუალოდ ეს არის ის, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობისა, ეს ფაქტი ნამდვილად, არც სტატისტიკის მიხედვით და არც რეალურადაც არ შეინიშნება.